მოსწავლეებს გულისხმობით ვთხოვ რომ მოусმინონ ვაცადოთ თავიანთი ნიჭის წარმოჩინება და გავამხნევოთ. წარმატებებს გისურვებთ ჩემო პატარებო. ჩვენი ღონისძიება დავიწყოთ.
მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, დიდი პატივია თქვენი აქ ხილვა, რადგან ჩვენი გული დღეს განსაკუთრებული სიამაყით დგერს. დღეს ჩვენ ვემშვიდობებით დაწყებით საფეხურს, ვემშვიდობებით ძვირფას მასწავლებელს. ამ ემოციურ დაგრძნობებით დატვირთულ დღეს ნამდვილად უჭირდება თქვენი ტაში და გამხნევება. ეს დღე იყოს კიდევ ერთი სასიამოვნო მოგონება იმ უამრავ მოგონებებს შორის, რაც ამ 4 წლის განმავლობაში დავაგროვეთ ამ სკოლის კედლებში. შევეცდებით დღეს ჩვენი მოკრძალებული ღონისძიებით თავი მოგაწონოთ და მადლიერება გამოხატოთ. თქვენდამი ძვირფასო, მასწავლებლებო, მშობლებო, სტუმრებო. ჩვენ მოვდივართ დახუნძვრული ცოდნით, სიკეთით, ერთგულებით, უნაპირო სიყვარულით, იმ სიყვარულით, რომელსაც მშობლის, მასწავლებლის, მეგობრის და ჩვენი ერის სიყვარული ჰქვია. ეს სიყვარული სამშობლოთი იწყება და სამშობლოთი ითავდება. დრო მალე გავიდა, მუდმივ ზრუნველობაში, სწრაფად გავიზარდეთ. დღეს ახლად შეგუნდულ ბარტყებს გავართ, რომელიც ერთ პატარა ბუდიდან ასაფრენად ემზადებიან. ფრენაკი თქვენ გვასწავლეთ. სკოლაში ხომ მხოლოდ საგნები არ ისწავლება. ჩვენ ავსწავლობდით სიყვარულს, ურთიერთობებს, მეგობრობას, პატივისცემას, მადლიერებას, ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც აუცილებელია ადამიანისათვის. ამბობენ ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს, ერთ კალამს შეუძლია შეცვალოს სამყარო. ჩვენც ვიზიარებთ ამ გამონათქვამს. ფიქრობთ, რომ თქვენ მოსწავლეების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი გიჭირავთ და მადლობა ამისთვის. თქვენ მართლაც რომ ჩვენი სულების ჭეშმარიტი მჭედლები ბრძანდებით. ჩვენ კი ნამდვილი საქართველოს შვილები ვართ. გადახედეთ ამ დარბაზს, ხედავთ ამ ადამიანებს. 4 წლის წინ ჩვენ აქ მოვედით, პატარა ჩანთებით, დიდი თაიგულებით და კიდევ უფრო დიდი შიშით. ნეტავ ვინ არის ეს მასწავლებელი? ან ნეტავ დავალება ბევრი იქნება? დღეს კი, დღეს ჩვენ აქ ვდგავართ და ჩანთების ნაცვლად გულის სავსე გვაქვს მოგონებებით. 4 წელი. ეს არის 1460 დღე. 1000-ობით გაკვეთილი და მილიონი გაზიარებული ღიმილი. დღეს ჩვენი პირველი დიდი გაჩერება, ჩვენ მშვიდობებით დაწყებით სკოლას, ჩვენს პირველ მასწავლებელს და იმ მერხებს, რომლებთან 4 უმშენიერესი წელი გავატარეთ. ამ 4 წელმა ბევრი რამ გვასწავლა. მარტო მიმატება გამოკლება კი არა, ვისწავლეთ, რომ თუ მეგობას კალამი გაუჭდება, შენი უნდა გაუყო. ვისწავლეთ, რომ თუ ვინმე დაეცემა ხელისჭრის ნაცვლად, უნდა წამოვა. და რაც მთავარია, ვისწავლეთ, რომ შეცდომა საშიში არ არის. საშიშია, როცა არ ცდილობ. ჩვენ ცადეთ და აი დღეს აქ ვართ. დღეს ჩვენ ვემშვიდობებით იმ პატარა ბავშვებს, რომლებიც 4 წლის წინ ამ შენობაში შემოვიდნენ. ისინი აქ დარჩებიან, ამ დერეფნებში. მათ შრიამოს კედლები შეინახავენ. ჩვენ კი მივდივართ წინ, უფრო მეტი ამბიციით, მაგრამ იმავე გულით, რომელმაც აქ ისწავლა მეგობრის სიყვარული. ჩემთვის ბავშვობა არის პირველი, განთელებული ღამე წიგნთან ერთად. როდესაც მივხვდი, რომ ცოდნა არის ერთადერთი სიმდიდრე, რომელსაც ვერავინ წაგართვევს. მახსოვს, ჩემი პირველი
მეგობრებლის თვალებით, როდესაც ჩემ პირველ დამოუკიდებელ აზრს მოусმინა. იმ წელს ვიგრძელი, რომ გავიზარდე, რომ ჩემი ხმა მნიშვნელოვანია. დაფიქრებული ხართ? სად ქრება ბავშვობა? ის არ მიდის ერთბაშად კარის გაჯახუნებით. ის ნელ-ნელა გვიწოდება ხელიდან, როგორც ქვიშა ამ საათში. ყოველი ახალი პასუხისგებლობა, ყოველი გააზრებული გადაწყვეტილება ბავშვობის თითო დღის დასასრულია. დღეს ჩვენ აქ ვდგავართ და ვცდილობთ დავიჭიროთ ის ბოლო წამები, როდესაც სამყარო ჯერ კიდევ ჯადოსნური გვეჩვენება. ბავშვობა, ეს არის უნარი, ჯეროდეს შეუძლებლის, ეს არის რწმენა იმისა, რომ სიკეთე ყოველთვის იმართებს ბოროტებაზე, რომ მეგობრობა უბრალია, და რომ წინ მხოლოდ ნათელი გზებია. ამ 4 წელმა დაგვანახა რეალობის პირველი კონტურები, მაგრამ ჩვენი მიზანია არასდროს გავაკეთოთ ის ბავშვი ხედავთ, რომელიც ყველაზე დიდ სიტუაციაშიც კი გამოსავალს ყოველთვის. ბავშვობა არსად არ მიდის, ის ჩვენს გულებში რჩება. უბრალოდ ხვალიდან სხვა მასწავლებლებთან და სხვა გარემოში ვიქნებით, მაგრამ ყოველთვის გვევახსოვრება, რომ ამ კლასში ჩვენ ვიყავით ყველაზე ბედნიერი ბავშვები. ამ ძალას ცოდნა ჰქვია. ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია კითხვა, შეგვიძლია ბევრი საინტერესო რამის გაგება. ცოდნა არის გასაღები. ეს გასაღები ყველა კარს აღებს. ჩვენ უკვე ვიცით, როგორ ვიპოვოთ პასუხები. ვიცით, როგორ ვიყოთ ჩვენები. გიყვარდეს წიგნი, ძვირფასი განძი, ცოდნის სარკე და ბუნების კარი. მთელს ქვეყანას რომ გვიხატავს თვალზე და გზას გვინათებს როგორც ლამპარი. გიყვარდეს წიგნი, მისი პატარა ჯარისკაცები არ მათქნებული ცოდნის თანადრე ძით რომ გვატარებს ლამას სიტყვებად გამწვრივ. ქსურს ასახელა მშობელი მხარე, მას ემსახურა საქმე და ფიქრი. ამისთვის წიგნი აგიხეს თვალს, ამისთვის უნდა გიყვარდეს წიგნი. გიყვარდეს წიგნი გონების თვალით, რომ სახავს გვასწრობს ქვეყნის ცხოვრებას. გიყვარდეს წიგნი და შენი ვალი, ყოველ ნაბიჯზე გემახსოვრება.
რომელიც ჩვენ შევიყვარეთ. დედა ენა იყო. ამ წიგნმა გაგვიღო კარი ქართული ენის საოცარ სამყაროში. მადლობა იაკო გოგებაშვილს, რომ ასეთი ლამაზი და ტკბილი ენით დაგვაწყებინა სწავლა. ყველაფერი ამ წიგნით დაიწყო. 4 წლის წინ ჩვენ პირველად გადავშალეთ დედაენა და პირველად წარმოვიდგინეთ. აია, ეს იყო ჩვენი პირველი ნაბიჯი დიდ სამყაროში. ჩემი ტვირი, აია, საოცარი რამალის, სკოლი კარი, ზოშაბავაღებს, სიხარულია კარი. აქ მისდავრი მეგობრობას, წერა კითხავს ანი გარიშს. აქ მისდავრი როგორ გაჩნდა ჩემი მეგობრის მეთავო. სკოლა არის წონის სახლი, განათლების აყვანი, ბავშვობის და სიყვარულის საოცრნო ზღაპარი.
მამამისმა იაკობმა იცოდა, რომ ქართულ ენას ერთი მუჭა განსწავლული ადამიანი ვერ დაიცავდა, ვერ შეინახავდა. ამიტომ მან იგი ერის ხალხის საკუთრებად აქცია. უпростоრედ მან ხალხს წიგნი აჩუქა, წიგნი რომელიც შემდგომ ქართველი ხალხის ხმალიც, გუთანიც, ნამგალიც და ვენახიც გახდა. და თუ აქამდე ქართველი კაცი მტერს ხვით იგერიებდა, ამიერიდან მას ხელში დედაენა ეჭვებდა თავის ნამუს, კაცობრიობასა და ქართველობას იმით იცავდა. ქართული დამწერლობა მიეკუთვნება იბერიულ კავკასიურ ენათა ჯგუფს. მტერი და დამპყრობი არასდროს ელეოდა იბერთ ქვეყანას და დღემდე ასია, რადგან კურთხეული მიწის მიტაცება ულევის სიმდიდრის მოპოვების უტყუარი სარწინდარი გახდა. აღსრულება ამის ძალზე ადვილად შეიძლებოდა ქართველთათვის ენისა და სარწმუნოების წარდგენით. ამიტომაც უდრემდნენ და უბიწავდნენ ეკლესია მონაზრებს. უმშვენიედესა და უძველეს ენაზე მეტყველებას უკრძალებდნენ იბერებს. შეუძლებელი იყო იაკობის, დავითის, თამარისა და სხვათა წმინდანების ერის უარყოფა. შეუძლებელი იყო უძველესი ანბანის, ულამაზესი ასოების დავიწყება და გაქრობა. მრავალჯერ ვარამ გადანახადი უნატიფესი ენა ქართული, ყველაზე კარგად რომლის ლაზათი შოთას ლექსშია გამოხატული. ვინიც ის მტარვალს გადურჩა რამდენს, ვინიც ის მტერი ჰყავდა რამდენი, მაინც შეიძლება მოსვლა აქამდე, არ აღმოიფხვრა, არ გაცამდოდა. დღეს ბედი მისი კიდია ჩვენზე, ლარი და ხაზი ამას რა დუნდა, ჩვენ უნდა შევძლოთ და კიდეც შევძლებთ კვლავ იძლიეროს ენა ქართულმა. დედაენა ქართული აკვნის ჰიმნია. მისი თიწყება ჩვენი აზროვნება და მთელი ცხოვრების მანძილზე თანგვდევს რუსთაველის, თამარის, ილიას, ვაჟას, აკაკის, გალაქტიონის და სხვათა სახით. ერთხელ დაბადებული კაცი მეორედ მაშინ იბადება, როცა გოგება შვილის დედაენას. ხელში პირველად აიღებს, გაშლის და თითქოს დაიბადაო. ამ სამზეო სხვაგვარად რომ დაინახავს და სხვანაირად გაიზიარებს. დედაენა, ჩვენი ცოდნის ლამპარი, აია, ჯადოსნური ზღაპარი, ჩუმი ნატვრა, სამრეკლოა და ზარი, ყრმობის სიბრძნე, ჩვენი ცოდნის ტაძარი. დედაენა, გულის თქმა და წუხილი, საქართველოს მდინარეთა ქუხილი, ქართლის დედის ლოცვა გულის ძახილი, ჩუმი ოხრა სულის სამოძახილი. დედაენა ფარნაოზის ანბანი, ივერიის ცის ლაჟვარდი და განი, საქართველოს მთების ჭექა და ბანი, ვაზის ლერწი მზის ხივებში ნაბანი. დედაენა მზის სითბო და დარია, წმინდა ნინოს ვაზის ლერწმის ჯვარია, რუსთაველის ტკბილ ქართულის გვარია, იაკობის გალობა და ქნარია.
უსწავლია. პირველ რიგში ვისწავლეთ ქართული ენისა და სამშობლოს სიყვარული. ვისწავლეთ მასწავლებლის სკოლის სიყვარული და პატივისცემა, წინაპრების პატივისცემა და სამშობლოს მომავალზე ზრუნვის აუცილებლობა. ჩვენი ქვეყნის ისტორია დედის რემთაგან გადმოსულ სერს გავს. ნუ რა ვისეგონება, რომ ღვთისმშობლის წილხვეთ ქვეყანაში ცხოვრება არხეულად ყოფნასთან, უსაფრთხო არსებობასთან იყოს დაკავშირებული. ხილში ავხირდები, ჩრდილში გაგიდგები, ჩემთვის ვაჩხაკული, ფანდურ სანატრელო, ჭირში დაგიტკვები, ბევრს არ დაგვირდები, ფეხზე დაგიდგები, ჩემო საქართველო. ვიტყვი ჯვარზე მათლა თუნდა, გამოადგე მომსუნდა, ან სიცოცხლით როგორც ვაჟა, ან სიკვდილით როგორც ცხრა ძმა, არ არსებობს სხვა გზა. ეს გაუმარჯოს ქართულ წესებს, ქართულ ადათებს, სიმღერას ქართულს, რომ აქწევს და ცამდე აგანთებს, ჯიშა და ჯილაკს, წინაპართა ნასისხლარ მიწას, სამშობლოს ჩემსას, საედემოს და წილხვედუს ღვთისას. ცეცხლოვან ცეკვას, ფეხის წვერზე დატეულ სათქოს, ჭირსა და ხეში, ყველასათვის მოყვარულ ქართველს. ესაა ჩემი საუკუნო ნატრა და ფიცი, მრავალჟამიერ საქართველო, ქართული ჯიში. არ შეიძლება მოიძებნოს მსოფლიოში ისეთი მეორე მხარე, რომელსაც ამდენი შემოსება დარბევა განეცადოს, რამდენიც საქართველომ განიცადა თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე. ტოტებ გაშლილი, ამაყად, ველზე დგას მუხატან მსხვილი, ბევრი უნახავს სისხლის ზღვრა, ტრის შემართული მახვილი, მაინც დგას ჯანგაუტეხი, იმედად მწვანე მდელოსი, მეც მუხასავით ვიქნები, საყვარელ საქართველოსთვის. აი აქ გაჩნდა ამ თებში, ზვია და დაღმართულია. უთვალავს საუკუნეებს, მის მხრებზე გადაულია. ამ კლდეს, გოროს და პიტალოს, უცქერ ხშირ ხაზით შემოსილს. მეც ამ კლდეს სავით ვიქნები, საყვარელ საქართველოსთვის. გავიზრდები და გავხდები კაცი სიტყვის და საქმისა, სინდისის ქისა მეყოფა, არ მინატრია სხვა ქისა. ვინ გამინელებს სიყვარულს, ვარდები დნა ქარგმდელოსი, მეც ცოტნესავით ერთგული ვიქნები, საქართველოს. დიახ, ჩემი სამშობლო საქართველოა. სამშობლო დიდი დავითის, თამარის, რებეკა თავდადებულის, ერეკლე, პატარა კახისა და ინდა ჭავჭავაძის. მე პატარა ქართველი ვარ, სისხლით, ხორცით, რჯულით, სულით, ნურავენ შევაშინეთ, ჩემი ქვეყნის აღსასრულით. 9 გულში რომ დამლახნონ 9 და 9 აპრილით, ვერ მიხილონ მოხდურთ ერთან, მორჩილი და თავდახრილით. სწავლით, ცოდნით, სიმცლით, უწმენით, დაზრდ სიუზარდარებით, ალგეთ რომად გავიზრდები, გლის ნაშვები თეთრი ლეკვი. ვარ ჩემი სამშობლო, ვამაყობ მისით, ჯერა მისი მომავლის. ისტორია კი არ დაგვავიწყებს სამშობლოსათვის თავდადებულ შვილებს, რომლებმაც თავი შესწირეს მამულს. ესენი არიან ცხრა ძმა ხერხეულიძე, თოտնე დადიანი, დემეტრე თავდადებული, სამასი არაგველი. მე ვარ იმედი, მე ვარ ხვალი, დილამზიანი, დღეს შენს არქაშებით, ბუდეში პარტივით სახლობ, ვარ შენი სულთვის გაგრძელება, ადამიანი ჩემს ერთი სიცოცხლის განათვალე, კარგად რომ გნახო. შენი შვილი ვარ, შენი მიწის დამცველად მოვალ, ჩვენ სხვაგვარი გვაქვს, კავშირები, სულის და ძარღვის, შენთვის ვიზრდები საქართველო, რაც გინდა მთხოვე, მე ზვარაკი ვარ, ერთგულებით ვერავინ დავღრის. მე ვარ შენს გურძია მოსული მომავლის ყლორტი. ნახავ, კაცურად გავიშლები ბეჭებში მალე. მიმიშვით, გუთრის გამწევხარი. გადაჰკრა შორტი რომ დაგიყენო, ლამაზი და ნათელი ხვალე. დამლოცე მხოლოდ შვილმა იქნე ვაჯობა მამას, ისეთი დედის გადუდილი ვარ, ვერ მოკლა ვტყვია, ხატიტი წავარ და ხმამაღლა კიფიცებ ამას. შენი შვილი ვარ, მე სახელად ქართველი ვქვია.
სკოლა სწორედ ის ადგილია, სადაც ჩვენ პირველად ვიგრძენით, რას ნიშნავს იყო შენი ქვეყნის შვილი. აქ ვისწავლეთ ჩვენი ისტორია, ჩვენი გმირების სახელები და ჩვენი მიწა-წყლის ფასი. ჩემთვის სამშობლო ჩემი სკოლის ეზოდან იწყება. ის იწყება იმ ქართული სიტყვიდან, რომელიც პირველად დავწერე დაფაზე. სამშობლო არის ჩვენი ენა, ჩვენი სიმღერა და ჩვენი ტრადიციები, რომლებსაც უნდა გაუფრთხილდეთ. ჩვენი ქვეყანა პატარაა, მაგრამ მას დიდი და დიდებული ისტორია აქვს. სკოლაში ვისწავლეთ, რომ საქართველო მებრძოლი და მტკიცე ხალხის ქვეყანაა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ შვილები იმ მიწისა, სადაც ილია, აკაკი და ვარშავი იზრდებოდნენ. სამშობლოს სიყვარული მხოლოდ ლამაზი სიტყვები არ არის. სამშობლოს სიყვარული კარგად სწავლა. სამშობლოს სიყვარული ერთმანეთის პატივისცემა და გარემოზე ზრუნვა. ჩვენი ყოველი წარმატება
ჩვენი ქვეყნის წარმატებაცაა. ჩვენ ვართ საქართველოს ხვალინდელი დღე. ჩვენმა მასწავლებელმა გვასწავლეს, რომ სადაც რა უნდა წავიდეთ, ვინც უნდა გამოვიდეთ, ჩვენი გული ყოველთვის აქ უნდა დარჩეს. ჩვენ უნდა ვიშოვოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერი და ლამაზი გახდეს. დრო არის ჩემო პატარა, იცოდე ერთი ამბავი, ედემის როა ბადალი, დღეს საქართველოს მთავარი, ბეღელში როა ხორბალი, ხელეზე როა წაწალი, რომლის წისქვილის ბორბალი, რომ იხვითქება საწყალი. მზე რომ ამოდის წითელი, ტყიდან რომ გვიხმობს მახვილი, რომ ჟღურტულებენ ჩიტები, ზამთრობით მოცახცახენი, და წყალია თუ დანდური, და ხედია თუ ძახველი, რაც მთავარია ქართული, დღესაც რომ ჰქვია სახელი. კვლავაც რომ იკურის ფანდური, კვლავაც რომ ილხენს ქალბძალი, რომ ლაპარაკობ ქართულად, ქართულ სკოლაში ნასწავლი, კარგს რომ გვითადის მომავალს, ჩვენი ბეჯითი გარჯანი, ვინც იყო, იგი რომ არა, არ იქნებოდა რაც არის. ფარნავაზ მეფე რომ არა, ვინც როყო ჩვენი ამბანი, შოთა რუსთველი რომ არა, ვინც არის ჩვენი ლაპარი, მოციქულთ სწორი რომ არა, ოთხგან აღმართა მანჯორი, გდელი თევდორე რომ არა, ტერმა აკუწა საწყალი, ორბელიანი რომ არა, საქართველოსთვის დამწვარი, პატარა კახი რომ არა, ყველა მომხთურის თავზარი, მეფე დემეტრე რომ არა, ძმანი რომ არა, ცხრა ძმანი, მოკლედ, სისხლის ურა რომ არა, არ იქნებოდა რაც არის. ვისაც უყვარს საკუთარი სამშობლო და მინდორველი, ვინც არ უნდა იყოს იგი ფინელი თუ ინდოელი, ვინც გლეხია, ვინც მუშა, ვინც სიმართლის მძებნელია, საქართველო არ უყვარდეს, ყოვლად შეუძლებელია. კიდევ უფრო იღორცილე საქართველო, კიდევ უფრო მეტი შვილი გამოზარდე სასახელო, კიდევ ერთი რუსთაველი, კიდევ ერთხელ ამღერო, შენ ციხარე, ჩვენც გვახარე, გამხდე და გაგვამხნევ. გევალება საქართველო, შეგიძლია საქართველო, გაგიმარტო საქართველო. ზეითება ადრეცა
მიყვარს ქართულად მძულს ქართულად ღერი ქართულად მადლობა მეც ნებადართული შანსი მქონია არ მომირთავს ფეხი თათულად ვზივარ და ფეხი ფეხზე მიძევს ეგეც ქართულად დაკი ბატონო თარგმნეთ რუსულად თარგმნეთ სპარსულად მაგრამ მე მიყვარს მე მძულს მე მძავს მე ვწერ ქართულად მე ყოველად ქართებს ყოველივე მიყვარს ქართული და ამიტომ არ ქართველებთან წერ გამართული მე ქართველია წარსული მაქვს გასაოცარი რას არ გაუძლეს ჩემი ციხის ველმა კედლებმა მე ძასთან ახლოს უძველესი მაქვს სალოცავი და არასოდეს მიწერია გადაშენება მე ქართველი ვარ ანბანი მაქვს ამოუხსნელი ენა მაქვს უფლისადი დებლად დაბადებული ცრემლია ჩემი ისტორიის ყველა ფურცელი ყავდა თევდორე და დემეტრე თავდადებული მე ქართველი ვარ ქართულია ჩემი ფესვები ჩემგან გაიგებ გენაცვალეს შენ დაგენაცვლეს მე ქართველი ვარ ხმალზე მჭრელი მქონდა ლექსები მე გავიზარდე იაკობის დედა ენაზე მასპინძელი ვარ ვინც არ ნახულს სუფრას გაგიშლის სტუმარს უფალთან დაუდგები ალბათ თავდებად მე ქართველი ვარ არსენობას დღესაც არ ვიშლი და რასაც გავცემ არასოდეს არ მენანება ჩემი პირველი სადღეგრძელო უფლისოდაა ქართული სუფრაც სიცოცხლეზე ხვება ბანადას ყველაზე წმინდა დედა და დედის ლოცვა მე ქართველი ვარ მამის გზას რომ არ უღალატა მე ხორუმი მაქვს ისეთი რომ წერთვალს დაუდგამს ქართული ჩოხით გავაცოცხლე გმირი რამდენი მე ქართველი ვარ ვაშკაც ამას უქებ ალუდას ღირსეულ ტესაც რომ დაუნთო ერთი სანთელი მე ქართველი ვარ დავითის მაქვს საგალობელი იავნანა მაქვს ისეთი რომ ფების პირიან მე სიყვარულით გავაუთხე წუთის სოფლები მე ქართველი ვარ სიძულვილი არ შემიძლია სამშობლო სიყვარულს დედა გვასწავლის ეს ნიშნავს რომ სამშობლო და დედა განუყოფელი დედის კალთაზე მის ნათელში მიზე კარგი რა არის გული დედისაშვილისთვის ალესის დიდი ზღვა დედა ბედნიერების სიკეთის გამომსახელი ვიტამ უწოდეს სამშობლოს დედა სამშობლოს სახელი Sa
გრძელდება. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ის 4 წელი, რომელიც ამ კედლებში გავატარეთ. ეს იყო ჩვენი ცხოვრების ყველაზე ფერადი და უზრუნველი წლები. ჩვენ ვისაუბრეთ ბავშვობაზე, მეგობრობაზე, ჩვენ საყვარელ მასწავლებელზე, სამშობლოზე, დედაენაზე. ეს ყველაფერი ის ძვირფასი ტვირთია, რომელსაც ახლა სულ ჩანდით დიდ სკოლაში მივიტანთ. დღეს ჩვენ ვხურავთ ჩვენი ცხოვრების პირველ მნიშვნელოვან წიგნს. ამ წიგნს დაწყებითი სკოლა ჰქვია. ხვალ კი ახალ ფურცელს გადავხდით, სადაც უფრო რთული გაკვეთილები და უფრო დიდი გამოწვევები დაგვხვდება. წინ დიდი გზაა. შეიძლება ეს გზა ყოველთვის მარტივი არ იყოს, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ გვაქვს ის სოდნა, რომელიც მასწავლებლებმა მოგვიწეს. გვაქვს ის სიყვარული, რომელსაც მშობლები ყოველდღე გვჩუქნიან. შვიდობით, ჩვენო პირველო მერხებო, შვიდობით, ჩვენო ფერადო საკლასო ოთახო. ჩვენ მივდივართ, მაგრამ ჩვენი ჟრიამული აქაურ კედლებს დიდხანს ემახსოვრებათ. ყველა დარს და ცუდ საქმეს გარს სიმღერით გავატანთ. ყველაფერი ჩაივლის და სამყარო თამამ. ახალ ფურცელს გადაშლის ჩვენთან ერთად თამამად. მოგზაურობისთვის. დღევანდელი დღე მართლაც ძალიან ამაღელვებელი არის და ძალიან სევდიანი არის ჩემთვის, იმიტომ რომ ვიცით რომ დაასრულეს მათ მეოთხე კლასი და ერთმანეთს უნდა დავცილდეთ. მაგრამ მაინც არ დავშორდებით ერთმანეთს, მე მეორე სკოლაში ვრჩები ისევ, მხოლოდ პატარებთან ჩამოვალ. და იცოდეთ ბავშვებო, რომ თქვენ ჩემი იმედი ყოველთვის უნდა გქონდეთ ჩემი იმედი. გილოცავთ. 4 წელია ჩვენ ერთად მოვდივართ. 4 წელია ერთად თანამშრომლობთ, ვიზრდებით, ვითარდებით. და აი დღეს მოვედით, დღემდე ასე მოვედით. გილოცავთ კიდევ ერთხელ. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ ჩემს იმედებს არ გააცრუებთ და ბედნიერია ის ქვეყანა, რომელსაც თქვენსთანა მომავალი ჰყავს. მიყვარხართ ბავშვებო ძალიან და არ ვიცი რა ვთქვა, მე ძალიან მღერყავ. რომ არა მშობლების გვერდით დგომა, რომ არა ჩემი კოლექტივის გვერდით დგომა, ამ ლამაზ წუთებს ჩვენ ვერ ვნახავდით. მადლობა მინდა ვუთხრა მშობლებს, რომ მთელი ამ დროს ამ პერიოდში ჩემს გვერდით იყვნენ. მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს დირექტორს ფიქრია დემეტრაშვილს, სასწაულნაძეს, თია სამხარაძეს. მადლობა მინდა უთხრა ჩვენ მაესტროს ინეს ამასებელს, რომ ასეთი ლამაზი სიმღერები გვაჩუქა. მადლობა თამუნა ჭანკვეტაძეს. მადლობა კულტურის სახლს, რომ დაგვითმეთ ეს დარბაზი. და მადლობა ყველას მობრძანებისთვის, რომ ეს წუთები დაგვიცნით. ამაგერებელია ეს თემი დღესაც მახსოვს პირველი მასწავლებელთან დამშვიდობება და რომ ამას ნამდვილად მადლობთ. გილოცავთ ბავშვებო ახალ ეტაპზე გადასვლას. მე თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს და ჯერა რომ არც ნონა მასწავლებლის იმედს და არც ჩემს იმედს არ გამოცდილებთ.
ყველას ისურვებთ დიდ წარმატებას. ისეთ წარმატებას, რომ სათითაო თქვენით მიამაყოს. მადლობა, ძალიან მგელავ და მაპატიებს სიტყვებს ვერ მიკითხავს. ერთი რაღაც მინდობა. ბავშვებისთვის მადლობის სიგელები. ჩემგან საჩუქრად გადავცეთ მომცემს პატარა დრო. მომეხმარება. მინოს ხადაძე. ანა გიორგაძე. ლილა ბოჭორიშვილი. თეთევა ნაფხაიძე. თეკლა ხაჭაპურიძეს. ემილია ლილუაშვილი. ანასტასია ღიბრაძე. ელენე უბი. მარია კვარაცხელია. სესილი გოგიანი. ემილი ნიკოლოზ მაჩიტიძე. გიორგი ობოლაძე. გიორგი სახიძე. გიორგი ცხიშვილი. თემი ფრანგი. გოგა გოგიაშვილი. გაბრიელ ძოძელიძე. ანდრია კუმბაძე.
მომა